მოგესალმებით, შემოკარგებო და ძვირფასებო. დღეს არის 27 აპრილი. ღმერთო, ჩემო აპრილი გავიდა, ხალხო. აბა, როგორ ხართ და როგორ ბრძანდებით? როგორ გიკითხოთ? ესე იგი, დღეს მოხდა უამრავი საქმე. ძალიან ბევრი. არ ვიცი, დავიწყო. ბლოგებს იმიტომ ვეღარ ვიღებ, რომ ანუ ეხლა ამ მომენტში არანაირი დეპრესიული მდგომარეობა არ მაქვს, ძალიან კარგად ვარ და ბევრსაც მუშაობ, ოღონდ მუშაობ იმდენ ბევრ რაღაცაში, როგორცაც მაგალითად ვერც გადავიღებ. და რომც გადავიღო, საინტერესო თქვენთვის არ იქნება, იმიტომ რომ ეს არის მუშაობა სახლიდან, კომპიუტერით, ან ტელეფონით, ან ტაბლეტით. და შესაბამისად, ანუ მე რო ვზივარ და მუშაობ, ეს რა ვიცი, გადასაღები. ხო და მე საღამოს კიდე უკვე ძალიან დაღლილი ვარ, ხო, მე ხა მაგ მაგალითად გადაღებული რაღაცა ვლოგი, რომელიც საერთოდ არც კი დამიმონტაჟები. ანუ რაღაცნაირად გავფართოვდი. ბევრი რაღაცის კეთება დავიწყე და აქაურობისთვის აღარ ვრჩები თითქოს, მაგრამ მინდა რომ აუცილებლად დავაბრუნო აქაურობა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ძალიან მაკლია. ანუ მე მენატრებით და მაკლი ხართ. ანუ ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. ეს ერთი ფაქტორი. მეორე კონტენტ კრეატორადაც მუშაობ. არა მარტო ჩემთან, არამედ პატარ-პატარა სხვადასხვა რაღაცებში. და ასე პლუს ჩემი მარათონი, ეხლა 5 მაისმა ახალი მარათონი კრიფავს აბაროტებს და შესაბამისად ესეც ვაიმე. შესაბამისად ესეთი სიტუაცია. ესეთი სიტუაცია გვაქვს. კარგებო და ძვირფასებო. ხო, მაგრამ აუცილებლად მინდა რომ დავბრუნდე თქვენთან. აი, ყველა ვარიანტი, ეს მაგიდა მაგი ესეთი დასალაგებელი, კიდე კაი ვერ ხედავთ. რაო? ხო და აქაურებამდე დავალაგო. მოვაწესრიგო, მინდა რომ დავიწყო წონაში კლებაზე ვიდეოების გადაღება ცალკე არხზე და ასევე მინდა დავიწყო კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ, იმიტომ რომ მე თვალში ვიდაგებ ციხილი, იმიტომ რომ ჯერ ძალიან ახალი ამბავია. და შესაბამისად ასე და ამრიგად ცოტა მოგვიანებით რომ გაგიზიაროთ ეგ. ხო და ასე ჩემო ძვირფასებო, მინდა ეს გარემო მოვაწყო, ეს კუთხე აქაურება დავალაგო, მინდა ჩემი უჯრად დავალაგო, აქ იმედენი რაღაცები მიყრია, რომ აი რა ვიცი და მინდა რომ ყველაფერს რაღაცნაირად ადგილი მიუჩინო და რაც ზედმეტია მინდა რომ მოვიშორო საერთოდ. აი მაგალითად სამკაულები ხარახურა, რომელსაც არასოდეს არ გავიკეთებ. მინდა რომ გადავალაგო და მოვიშორო თავიდან. აი ესენი ისინია, რასაც რეალურად გავიკეთებ. ეს არის ბავშვობაში მიყიდა, ძოწი და ვერცხლია. გასაწმენდია, მაგრამ რეალურად ძალიან მომწონს იყოს მეკეთოს, ესე ძალიან მიყვარს, აი ადრე გაჭირვებული პერიოდი რო იყო, წამალს რო ვერ ყიდულობდნენ ხოლმე აფთიაქში მოქონდათ და ეხვეწებოდნენ ხოლმე, რომ ანუ გაიცვალათ წამლებზე და რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ წამლებს ატანდა ხოლმე, ვიდრე ეს იყიდებოდა მაშინ იმ დროისთვის, ესეც ვერცხლია.
ხო, ეს არ მახსოვს, ჩვენთან ქალი დადიოდა ერთი, რომელმაც იცოდა ხარახურები ძალიან მიყვარდა, აზერბაიჯანიდან გადმოქონდა და იმასთან მაქვს ნაყიდი. ეს ჩემი სიყვარულია, ჩემი ბავშვობის ბევრ ფოტოზე, რომლებიც არ მაქვს და რომლებიც ლაგოდეხში აი ეს მიკეთია და ჩემი საყვარლეთისი ის იყო ჯვარი. ეს ძალიან მიყვარს სოფია მაჩუკა. ძალიან საყვარელია. ეს ჩემი ეს ცალკე უნდა დავდო, ჩემი საყვარელი ოქროს საყურეებია, ეს რო გავთხოვდი მაჩუკეს კოტის მამის თანამშრომლებმა. ისე მიყვარს, ანუ ვინც მეგობრობენ ერთმანეთში. და ანუ ერთ-ერთი ყველაზე ძალიან ისეთია რა, ბევრი რაღაცები სხვადასხვა ადამიანებმა მაჩუკეს, მაშინ ქალებმაც კი და ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთია ძალიან აი ყოველდღიური და ძალიან რომ მიყვარს ეგეთი. ამას თალკე ჩავდებ ოქროსთან. ეს მონიკე დაანგრიან მიყიდეს თავისი ფულით. ვერცხლია მგონი მოოქროვილი თუ მოვერცხლილი თუ რაღაც აღარ მახსოვს მოკლედ. თავისი ფულით მიყიდეს 8 მარტს, ოღონდ მეორე სად არის? მეორე ალბათ მეორეში. მეორეში იქნება. ესე. შევკრა ერთნაირები. აი მაგალითად ხა ეს რაღაცებს არ ვიკეთებ. აი ეს აქეთ აი ამაში ჩავყრი გადასაგდებებს. რაც არ მინდა. დავაი ექედან. ეს მაგალითად დიდიც მაგთან არც ვიკეთებ. და იძვირფასი ისინია ესენი, მაგრამ აი შეიძლება ვიღაცას ვაჩუქო, მაგრამ აი ვის უნდა ვაჩუქო, რა არც არავინ არ მყავს რომ ვაჩუქო, ანუ ეს ვერცხლი არ არის ბიჟუტერია. ხო. აი ეს მიყვარს მაგალითად ძალიან, მაგრამ უკვე ფერი აქვს გადასული. აი ეს უსასრულობა. არ გვინდა. ეს ვერცხლია როგორც მახსოვს. ეს იყოს. ესეც არ გვინდა. ეს ზემოთ გასაკეთებელია სადღაც ეს. ესე, მაგრამ არ არის ჩემი სტილი. ესეც აი ფერი რო გასწის ეგეთია. მეებსაც რავი, არასოდეს არ ვიკეთებ. აი თუმცა ხო შეიძლება რომ გავიკეთო, მაგრამ არ ვიკეთებ. რავი, ამაში რა ფერი გადასული იყოს. მას რა ფერი გადასული იყოს. ამას ხონდა ამას. კი. ეთმიანი. არა, ნახევარი. სტაფილო 1. მეორე სად არის ამის? აი, ესენი მიყვარს ძალიან სოფია მაჩუკა. ანუ ყოველდღურად ვერ ვიკეთებ, ნახეთ, ესეთებს ვერ ვიკეთებ ყოველდღურად, რომელსაც უკან ესენი აქვს, იმიტომ რომ მე რჯობა და მე მაგალითად ესენი რომ მიკეთია, ღამე მიკეთია და ღამე იმაშვები, რა ქვია, მძინავს ამით. შესაბამისად, ეს ამისი მეორე ხარე, აი, ეს მოვიხსენი, იმიტომ რომ ეს გავიკეთე. ეს ვიპოვე ერთი ცალი მაგ ბავშვობაში. ლია მიყიდა ესეც და გამიტყდა მეორე და ეგრე. ეს საყურე. კი, ვერცხლია ესეც. სად არის მეორე? არ სჭირდება და თუ შენაკეთებ და თუ მე მეკითხები არ სჭირდება. საყვარლობა, მაგრამ რავი, მგონია რომ მომცრება. მიყვარს ესეთები. ეს ეს ტიპი. ეს ძალიან საყვარელი და საჩემო. ეს ჯერ იყოს.
თან მენანება ხალხ. ეს თვი მიყვარს ძალიან. ნაზი. ყველაფერი ისევ დავტოვე მთელი ხალხურები. უბრალოდ ერთიდან მეორეში გადავაწყე. აი ამებს არასოდეს არ ვიკეთებ. ამას ფერი გავუვიდა. ესეც ძალიან მიყვარს სოფიას ნაჩუქარი და ძალიან ლამაზია, უბრალოდ ესეც ყოველდღიურობაში ვერ ვიკეთებ. მაგრამ ძალიან კარგია. და მიყვარს როგორც გითხარით, ეს არ ვიცი. ლამაზია, რაღაცა ზაფხულში შეიძლება იყოს ნორმალი. ამას ფერი გავუვიდა. ნორმ. ესეც ნორმ. გონი, მაგრამ მძურებ. ძალიან პატარა ცხირდება, ანუ პატარა თითები მაგრამ. ეს რაღაცნაირი გაბტყელებულია. არა. ნახეთ როგორი გაბტყელებულია. ეს გადასული აქვს ფერი. ეს ნორმ. ესენი ძალიან საყვარელია. ესეც სოფიას ნაჩუქარი. ესეც ერთი ცალი მაქვს. ბავშვობიდან მომყვება და კატეხილია და თვალით ამოვარდნილი აქვს, მაგრამ მიყვარს. ესეც 8 მარტს მაჩუქეს. შეკურის პრობლემა აქვს. ეს მოკლედ. ეს არ მინდა. ესეც არ მინდა. ესეც არ მინდა. ამასაც არასოდეს მე არ ვიყენებ, მაგრამ უკვე იყოს. ესეც არ მინდა. ესეც არ მინდა. ეს მინდა და მეორე არ ვიცი და იმ დღეს ვეძებდი ამის გაკეთება მინდოდა. და მეორე ვერ ვიპოვე. ესეც არ მინდა. ესენიც საყვარლებია, მაგრამ ამასაც ყოველდღიურობაში ვერ ვიკეთებ. ისევ ამის გამო. ესეც არაა ჩემი სტილი. ეს დედაჩემის იყო მელხიორისა და ანუ ვერ ვიკეთებ არა საჩემო, მაგრამ დედაჩემის არ ვარი მიყვარს ძალიან. ეს სამეცური ვერცხლის, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს თინაქსოვი აქვს. ანდროსმა მომწერა. კაი ანდროს, მაშინ პაპრიკა იყიდა შებოლილი. ხახვი არ მინდა. სვანური მარილი თუ იქნება, ეგ იყიდე. ტკბილეულები რაღაცა ერთ იმაში მინდა რომ ჩავდო. აი ესე ცალკე რო იდოს, ეგრე კი არა. ამით რაღაცა ერთში. ეს ყველაფერი არ მინდა რომ ერთ მომენტში იყოს. არევილი. ფული ვიპოვე. აი ესენი კიდე ნახე. არ მინდა. აი ეს ვიპოვე მეორე. ესენი მიყვარს ძალიან. ჩემი შვილების ნაყიდია. შეგროვილი ფული ქონდათ 21-20 მეორეს და დადეს და მიყიდეს. ძალიან მინდოდა ეს და მიყვარენ. ესეც ძალიან მომწონს, ოღონდ ამასაც ვიდეოებში თუ გავიკეთებ, იმიტომ რომ ყურს მიყენს. ესეც ძალიან მიყვარს, მაგრამ რავი, აი გამოსასვლელი ვერსია ყოველდღიურობაში მაგას ვერ გაიკეთებ. ესენი მინდა რომ აი მე ამაში ეს გავანთავისუფლო და ესენი ჩავდო ერთად კოსმეტიკა ხო ხდება.
რეალურად ამაში მინდა რომ ფული მქონდეს და ხურდები ყრია კიდეც, მაგრამ აქაც მიყრია ცალკე ხურდები, რომელიც საერთოდ არ ვიცოდი თუ მქონდა, მაგრამ ამ ფრშილით ამის ამოღება მისიც ჩამეყარა. არა, ეგეთი არ მინდა. აი, იცის ნაცრისფერში თუ არ არის, არ იყიდო, მაშინ მარტო პაპრიკა იყიდე. ესენი რამდენი მქონია ეს? და ხურდებიც რამდენი მქონია, შენი ჭირი, მე ეს მზისგან დამცავი კიდე. პომადებით. ესე იგი არც ერთ ვიცი აქ იმდენი რაღაცაები მაქვს. მე თოჩიმო 2 ლარი. სამილარი. ესე პირდაპირ მინდა რომ გახსნი, იცოდე რა გაქვს? 4 ლარი. 5 ლარი. დიდარი ყოფილა რა. 6 ლარი. 50 თეთრი. კატა გადი აქედან 20. 20. გადი ჩქო აქედან მაშარდი. წადი. სუმავნებლო წაისო. პატარა ხურდებს ამ ფრშილებით ვერ ვიღებ. ვერ ვიღებ მოკლედ. ასე, ხა მინდა რაღაცა რაშიც. ანუ უბრალოდ სამხარეს დავდებ. ეს გაფუჭებული ბარათი არის ვერსიც, იმიტომ რომ არ ხმარობ და აქ გასული და მე მგონი ჯარიმაც მაქვს რაღაცა დაწესრებული. და გავაუქმებინო. ხა მე თუ რატო ამოვყარე ახლა ესენი? ებროსარეები მაქვს. ეს რა არის? კიდე ხურდები. განაკეთები ტესტები და შენახული რომ ხო ნამდვილად მე არ გამოვლინდა რომ დადებითია, მაგრამ არ გამოვლინდა. აი ნიკო. ესენი რაში ჩავყარო, რომ გადავყარო. მე პარკში უნდა ჩავყარო. ეს პონჩკას კუკიტონების გასახები. და კიდე ნახევარი უჯრას ავსე აღვან და აქ უკვე ბლოკნოტები და რაღაცა. აჰა, ეხლა რამე უნდა მოვიტანო, რაშიც სამეებს ჩავყრი. მოვიტანე პატარა კონტეინერი, სადაც შემწყბილებლობას ჩავყრი და მესოდინება რა მაქვს. ფრუტელა. 2 ცალი ფრუტელა. 2 ცალი ფრუტელა, 1 ჩოკოპაი, არ ვიცოდი ჩოკოპაი თუ მქონდა. ეს ასე ეს სნიკერსი 7 საუკუნის კევი. აი ეს ჯობია. რიკორაჩკი. არეტევა უფრო დიდი მინდა რა. შოკო. ეს ჩაკვალობა. ასე. ხა, ესე ჯობია. ხურდები წინ უნდა იყოს. რო არაფერი დაიყაროს და ყოველთვის ხედავდე და ვიცოდე. აგერ. და კიდე ეს ხურდებიც რამენაირად უნდა ამოვწიკო და
5 თეთრიანები და 10 თეთრიანები. აი. ვერა. და კიდე კოსმეტიკა მინდა რაღაცა შეღონდ. არა მაქვს მეორე ისე ამაში უნდა ჩავალაგო ეგ. რამდენი რაღაცაა და კი ვიცი რომ რამდენი რაღაცები აქ მაქვს. აი ესეთები როგორ მჭირდებოდა და მეგონა რომ აღარ მქონდა. ნიკო. პრინციპში ესენი შამილია აქ არც მქონდეს და იქით მქონდეს. რაც არ მაქვს. ჯერჯერობით აი ასე იყოს. და მე მოუწებნი ადგილს შემოსვლებელი სტეპლერი. ეს ეს ტაბლეტისა. აი მე აქ ჩავაგდე რაღაც შეცდომა. კარგი. ვერ სამჩნევ რა ჩავაგდე. ოკეი. რაღაცა ხომ მაინც გამოვიდა და მე კიდე იმას ვიზამ. ერთი კონტეინერი მჭირდება. თემუდამ უნდა გამოვიჭერო პატარა კონტეინერები როა. ხო იცით ჩასალაგებლებია მასში. ძალიან კარგია ეგ სხვათა შორის. ჩემი აზრით მე ყველა უნდა გადავყარო. ეს ქვემოთ ფრშხილის არის. ეს ფრშხილის უჯრედს დასალაგებელი. ეს ისეთი საყვარელი პასტა, მაგრამ არ წერს. უბრალოდ ხან წერს, ხან არ წერს, კაი იყოს. ეს მინდა ჩასადები კალმების. აი აქაც მაქვს უამრავი. ვერ გადასული, გატეხილი. გადავყავთ ესენიც, ესეც. ეს კაია, ოღონდ მეორე არ ვიცი სად არის. ესეც ეგრევე. ეს გადასაგდებ. ეს აქეთ ხელზე რაღაც ნიტო ვერ ვარ მიჩვეული. ხო, ეს კიკოს გლოსი. ეს არის ძალიან რთული დღეები, როცა მაქვს ხოლმე, ეგრევე მინდება ხოლმე, რომ ეს გავიკეთო. ჩემი ძალაა რაღაცნაირი ბლანკმა რომ მაჩუქა, ხო იცით ეს არის. ანუ ჩემი ქვები, ჩემი დაბადების თარიღის მიხედვით რაღაცნაირად ისე მეხმარება ხოლმე, ვერ წარმოიდგენთ. აქ აი ეს საყურეები ძალიან მომწონს, მაგრამ ესეც ვიდეოზე თუ გაიკეთებ კაცი, იმიტომ რომ ანუ ვერა რა ყურს მტკენ ამხელა და რამ სიმძიმეა. მეორე სად არის ღმერთმა იცის. ეს ძალიან საყვარლობაა, ძალიან მიყვარს ეს. თემუდან გამოწერილია. ესენი ამის ნერვი არ მაქვს მე გადავარჩევ. ერთმანეთში აბურთულები რომ. ეს ძალიან საყვარელი კია, მაგრამ რაში უნდა გამოვიყენო არ ვიცი. იკას თუ უნდა მივცე. მოყვარს ერთი რაღაცა. ეს არის. აი ეს. ეპილატორის. ჩემი ეს. ნელა დავალაგებ. ერთ ჯერზე არ მომთხოვეთ.
ახლა ამას წავიღებ, გადავყრი და ამას გავრეცხავ და მე ამაში პომადებს ჩავდებ. სალათი დავჭერი და ეს არის ხალხო კარტოფილი. აქვს შებოლილი პაპრიკა, სვანური მარილი და ცოტა ზეითუნის ზეთი. და ეს უნდა დამარინადდეს 9 საათი და 9 საათში გამოვაცხობ გრილში. ერთი ქალი ჭამს ხოლმე ძალიან გემრიელად TikTok-ზე, რუსულ TikTok-ზე და იქ ძალიან დამეინტერესა, მეთქი აბა როგორია და ნახოთ აბა როგორია. აი ხალხო ესეთია. ზედ მომასხი კიდე ეს წვენი რაც გაუშვა და რადგან ეს გრილში არანაირად არ ჩაეტევა, უნდა შევდო ღუმელში. მოგეთ გოგოშკება ვაკეთებ მწვანე ოსპის შეჭამანს. და ნახეთ, გამოვაცხე ღუმელში. აი, სულ ცოტა ზეითუნის ზეთში და სუნელებში საოცრება. აი, ჩემთვის ეს მაგადადებული. აი პროსტა რა ვის ღაპრული რაღაცა არის რა.